პირობებში და ამიტომ ისინი ქართულ სახელმწიფოს არ უკეტავენ კარებს, ქართველ ხალხს არ უკეტავენ კარებს, მეგობრობის ხიდებს არ შლიან ჩვენ შორის და მათ თუ რამე პრეტენზია აქვთ და ეს პრეტენზიები ცხადია რომ არსებობს მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით და აქედან გამომდინარე მე რო ვთქვა რომ ისინი რამეს უნდა მიხვდნენ, რამე უნდა შევასმინოთ ამის იმედი მე მგონი აღარავის აღარ აგვაქვს უკვე საქართველოში. ჩვენ უბრალოდ რაც უფრო მეტ ადამიანს გავაგებინებთ, მათ შორის ქართული ოცნების ამორჩეველსაც, რომ მათი არჩეული, მათ მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალა, ქართული ოცნება, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, ის წარმოადგენს ქვეყნისთვის უდიდეს საფრთხეს. და ყოველდღიურად იმდენი რამის გაფუჭება შეუძლია ამ ორგანიზაციას ქართული სახელმწიფოს ინტერესისთვის და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ინტერესისთვის, რომ ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო იმისთვის, რომ ძალიან შორ მომავალში გადავდოთ ამ ხელისუფლების შეცვლა. იმიტომ რომ შესაძლოა იმდენად გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ მათ ქართულ სახელმწიფოებრიობას, რომ მერე უკვე აი ის რაზედაც ვლაპარაკობთ, რომ ქართულ ხალხს აქვს მხარდაჭერა და ქართულ სახელმწიფოს და მის პერსპექტივას აქვს ჩვენი პარტნიორებისაგან მხარდაჭერა, უკვე ესეც ვეღარ მოხერხდეს იმდენად დააზარალონ და დააზიანონ ქართული ოცნების უპასუხისმგებლო კორუმპირებულმა აბსოლუტურად და მხოლოდ საკუთარი ინტერესების ლობირებით შეპყრობილმა ადამიანებმა საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები. ყოველდღიურად ჩვენ ხედავთ, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესს აზიანებენ. რა შედარებაა ეხლა ეს შედარებით შეიძლება პატარა ამბავი იყოს, მაგრამ არც